საპატრიარქოს ტელევიზიამ ერთსულოვნება მაუწყებლობა განაახლა. ტელევიზიის წარმომადგენელთა თქმით, ეთერის აღდგენის შესახებ მოლაპარაკება გუშინ საღამოსაც გაიმართა, რომლის დროსაც ერთსულოვნების ხელმძღვანელობას მაუწყებლობის აღდგენის დაპირდნენ, რაც შესრულდა კიდეც. სატელევიზიო ეთერის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ტელეკომპანია ევრიკას მიმართ ერთსულოვნების დავალიანების დაფარვა იყო. შეთანხმების მიხედვით ვალი ეტაპობრივად დაიფარება. ამასთან საპატრიარქოს ტელევიზიაში აცხადებენ, რომ მათ მარეგულირებელ კომისიაში ახალი სიხშირის გამოყოფისთვის მიმართვა უკვე გაკეთებული აქვთ. ევრიკას ხელმძღვანელობამ დავალიანების გამო საპატრიარქოს ტელევიზიას 21 ივნის 11 საათიდან მაუწყებლობა შეუჩერა. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს რუსეთის მთავრობას თხოვენ. ომის ვეტერანის დავით დავითაშვილის მეუღლემ საკუთარი და მისი ქმრის გადაწყვეტილების შესახებ დღეს ალეკო შალამბერიძესთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა. გალინა უზიაშვილი დახმარებას ითხოვს. დავითაშვილი 1991 წლის შემდეგ საქართველოს ყველა ომში მონაწილეობდა. დღეს მას სამხედრო ბინიდან ასახლებენ. შალამბერიძის განცხადებით მთავრობას ამის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, თუმცა კანონით მისი ალტერნატიული ფართი დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული. უსახლკარო დარჩენილი ოჯახების საკრებულოს წევრმა ქრისტიან დემოკრატმა ზაზა გაბუნია მოინახულა. გაბუნია მათ პრობლემებს გაეცნო და დახმარებას დაპირდა. ქუჩაში დარჩენილი ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უკვე მეხუთე ღამეს ღია ცისქვეშ მერიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან ატარებენ. დაზარალებულების სამშენებლო კომპანია საბა პლუსისთვის ბინების ასაშენებლად მიცემული თანხის დაბრუნებას ან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ. დახმარების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მათ საკრებულოსაც მიმართეს. ზაზა გაბუნია ამ საკითხს საკრებულოს თავად წარუდგენს. ვითარება არის ძალიან რთული და ამ დრამატულ გარემოებას განსაკუთრებული ხაზგასმა აღარ ჭირდება, იმიტომ რომ თქვენი თვალითაც ნათლად ხედავთ, რა მდგომარეობაშია აქ ოჯახები. ადამიანები ითხოვენ იმას, რაც ეკუთვნით, ადამიანები ითხოვენ იმ პირველად აუცილებლობაზე საჭიროებას, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის არის, პირველ რიგში ამას უნდა გაესვას ხაზი, ამიტომ მე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თბილისის საკრებულოში, პირველი ვესხდომაზე დავაყენებ ამ საკითხს, მაგრამ მანამდე დღეიდან ვიწყებ მე უკვე კონსულტაციებს ყველა ინსტანციასთან, ყველა პერსონალიასთან, რომელსაც ხელეწიფება ამ პრობლემის გადაჭრა, რათა აი ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ დავდოთ ეს ადამიანები. დახმარებას გაგიწევთ ძალიან შევებრალ და შევეცოდეთ. ჩვენ ვართ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ქუჩაში, რომელსაც არანაირი ისა რა გვაქვს საარსებო წყარო იმით, რომ ჩვენ ანქირა გადავიხადოთ. იმედი ახლა იმედით ვცხოვრობთ და ნახოთ რა იქნება. ზაზამ გითხრა რომ შეხვდება მერის წარმომადგენელს, მერის უგულავას მოადგილეს და რას გადაწყვეტას ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით და მოგცემეთ თუ არა თავშესაფარს. საკრებულოში განიხილავენ საკითხს და იმედი გვაქვს რომ დაგვეკმაყოფილებს უთვნელი თავშესაფარს. საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე და ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე დღეს საკუთარ კაბინეტში პირველად შევიდა. კაბინეტი დროებითია, თუმცა ვიქტორ დოლიძემ მუშაობას უკვე შეუდგა. მისი თქმით შეეცდება განახორციელოს პროგრამა, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები ხალხს წინასაარჩევნოდ სთავაზობდა. ამასთანავე ვიქტორ დოლიძე თბილისელებს საკრებულოში უმრავლესობის ქმედებების გაკონტროლებას დაპირდა. პირველ რიგში მინდა გავეცნო ყველა ამ პრობლემას, ამის იდენტიფიცირება ჩვენ შევძელით როგორც საარჩევნო კამპანიაში, ასევე მანამდე წინასაარჩევნო პერიოდში პასუხისმგებლობა გაიზარდა და მე უნდა ვიყო ერთგვარი ხიდი და ბრძოლის იარაღი თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული თბილისელისთვის, რომელსაც აწუხებს პრობლემა. დავით მაღრეძემ გენუაში პოეტების საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. რიგით მე-16 ფესტივალი სახელწოდებით მსოფლიოს საუკეთესო პოეტები დოჯების სასახლეში გაიმართა, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 50 ქვეყნის პოეტი იღებდა. საქართველოს ამ ფესტივალზე პირველად მონაწილეობს. იყო მოწვეული და მონაწილეობდა ამ ფესტივალში არაერთი პულიცერის პრემიის ლაურეატი იყო, მაგალითად მარკ სტრენდი იყო ამერიკელი პულიცერის პრემიის ლაურეატი. იყვნენ ნობელიანტები. ერთვის მანძილზე იყო შექმნილი თავისუფალი ძალიან ასპარეზი მათი თვალთახედვით იმ ხალხის მიმართ და იმ ხალხისთვის, ვისაც შეიძლება ერთმანეთის ცოცხალი კონტაქტი აინტერესებდეთ ერთმანეთთან და ერთმანეთის მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე და ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე და ასე შემდეგ.
გაზპრომმა ბელორუს გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეუმცირა. დღეს დილის 10 საათიდან ბელორუსის მოსახლეობას ბუნებრივი აირის 60%-იანი შეზღუდვით მიეწოდება. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი აკრძალა. ჯერ კიდევ გუშინ ბელორუსის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების 30%-იანი შეზღუდვის გამო ქვეყნისთვის საჭირო გაზის რაოდენობას ტრანზიტული მილიდან გამოიყენებდნენ. გაზპრომი ირწმუნება, რომ ევროპელი მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის სრული მოცულობით მიწოდებისთვის ალტერნატიულ გზას მოიძიებს. რუსეთი ბელორუს 192 მილიონიანი დავალიანების დაფარვას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის მიწოდების 85%-ით შეზღუდვას გეგმავს. სამშაბათ საღამოს ისრაელის სამხედრო ბაზიდან ახალი ჯაშუში თანამგზავრის ოფეკ 9-ის კოსმოსში გაშვება განხორციელდა. ისრაელის სამხედრო პირების განცხადებით ახალი თანამგზავრის მეშვეობით ისრაელის სადაზვერვო ინფორმაციის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესდება. ოფეკ 9-ის გაშვების შემდეგ ისრაელის სადაზვერვო სამსახურს ერთდროულად ორბიტაზე არსებული 6 თანამგზავრის მონაცემების მიღების შესაძლებლობა ექნება. ოფეკის სერია 1988 წელს თანამგზავ ოფეკ 1-ის გაშვებით დაიწყო. სერიის პირველი 2 თანამგზავრი ექსპერიმენტალური იყო, დანარჩენები კი სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ. ოფეკ 5-ის და ოფეკ 7-ის შემდეგ ოფეკ 6-ის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. შეერთებული შტატების და ალჟირის ნაკრების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი შეერთებული შტატების გუნდის მხარდასაჭერად პრეტორიაში ჩავიდა, სადაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას შეხვდა. კლინტონმა და ზუმამ პრეზიდენტის სასახლის წინ პრესისთვის განცხადებებიც გააკეთეს. ზუმამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამაყობს საკუთარი გუნდით, რომელსაც ბაფანა ეწოდება. სამხრეთ აფრიკის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატიდან გუშინ ამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთთან მატჩი 2-1 მოიგო. ჯეიკობ ზუმასთან შეხვედრის შემდეგ კლინტონი მატჩზე დასასწრებლად სტადიონზე წავიდა. პაკისტანისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა ქვეყნებს ალ-ქაიდასთან და თალიბანებთან ბრძოლაში პაკისტანის თანამშრომლობის იმედი აქვს. პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე თალიბანებთან ბრძოლაში პაკისტანელი სამხედროებიც მონაწილეობენ. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დღეს სერბეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს. სერბეთი 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში მერვედ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. სერბეთის ნაკრები თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს დღეს რადომუ ნანტიჩის გაწვრთნილი სერბეთის ეროვნული ნაკრები. სერბეთის მეტოქე დღევანდელ შეხვედრაში ავსტრალიის ეროვნული ნაკრები იქნება. გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ სერბეთის ეროვნულ ნაკრებს ძალიან კარგი შანსი გაუჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. სერბეთის ეროვნული ნაკრების თითოეული წევრი ხვდება, რომ ჩვენ გვაქვს შანსი პირველად ისტორიაში სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გადალახოს. როცა მე ვამბობ, რომ ჩვენ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია, ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ჩემს გუნდს მართლაც შესწევს ძალა ჯგუფიდან გავიდეს. სერბეთის დღევანდელი მეტოქე პირველ შეხვედრაში გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა 4-0. ხოლო მეორე შეხვედრაში ავსტრალიის ეროვნულმა ნაკრებმა განის ეროვნულ ნაკრებთან ფრე 1-1 ითამაშა. ამ ფრემ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს თეორიული შანსი დაუტოვა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მე ვფიქრობ, რომ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს ძალიან მებრძოლი გუნდი ჰყავს. ჯგუფური ეტაპის წინა ორ შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა საკმაოდ კარგად და ორგანიზებულად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეხვედრაშიც ავსტრალიის ნაკრები აუცილებლად მოსაგებად ითამაშებს. სერბეთი დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მერვედ ფინალში ითამაშებს. ავსტრალიასთან დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.